რომელი ტრავმებია ყველაზე ხშირი საქართველოში? რა მნიშვნელობა აქვს ტრავმის მიღების პირველ წუთებში ჩატარებულ დახმარებას? სახსარში და მოტეხილობის დროს ეს სახსარი ფუნქციას ბოლომდე ვერ დაიბრუნებს. თქვენ გაუკეთეთ ამ ექიმბაში, მოდით ესე ვთქვათ, ოპერაცია და დღეს იღებს სხვა ხალხური მედიცინის თავი ვერ მოიჩინა. ხო, ვერ მოიჩენდა, იცოდა თვითონ. ხაში ახორცებს თუ არ ახორცებს? ეს მითია. მითია, ხო? ანუ მითია. არანაირი შეხებაში არ არის შეხორცებასთან. ხაში. გინახავს თუ არა არატრადიციული კურნალობის შედეგად განვითარებული ცრუ სახსრები შენს კლინიკურ პრაქტიკაში? ხშირად მინახავს. ღია მოტეხილობა თუ გინახავს ისეთი, რომელმაც შეგზარა. 17 წლის ახალგაზრდა ნატყვიარი ქონდა მხარზე, მოგლეჯილი ფაქტიურად მხარი. თქვათ ენდოპროტეზირებით ადამიანი შევიდა და გაიკეთა მაგნიტი, მიიკრავს ეს მაგნიტი, ამოაგდებს სახსარს თუ რა მოხდება? მე შევედი ერთხელ გასაღები ხელები და ხევაში წამიღო ხელი. ხო, შემიყვან ერთხელ ოპერაციაზე დამაბანინე ხელები, ძალიან კარგ ასისტირებას გაგიწევ. სხვათა შორის ხო, კაი მოვდივარ და მოსულა? კი ბატონო. გამარჯობა, ეთერშია ჩვენი პოდკასტის მორგი ეპიზოდი, ექიმი მიკროფონთან. აქვე მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი, ასევე დაგვალაიქოთ, ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი мотиваცია, რომ უფრო და უფრო საინტერესო თემები და საინტერესო სტუმრები წარმოადგინოთ ხოლმე. დღევანდელ პოდკასტში ჩვენი სტუმარი იქნება დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორი, ორთოპედიული მიმართულების ხელმძღვანელი ბატონი გოგა ხუციშვილი. გოგა, მოგესალმები. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხარ და ვფიქრობ, რომ საინტერესო საუბარი შედგება ჩვენ შორის. მუდრი ვიდრე საუბარს დავიწყებთ, მანამდე გეტყვი, რომ ჩემი ოცნება იყო, რომ გამოვსულიყავი ტრავმატოლოგი, იცი? და რაღაცნაირად ვერ გამოვედი ტრავმატოლოგი, მაგრამ მედიცინაში რა მიმართულებაც მიყვარდა, ყველაზე მეტად ეს იყო ტრავმატოლოგია. არ ვიცი, აი, ალბათ ოპერატორმა ჩემზე, როდესაც სტუდენტობის დროს გავდიოდით ხო, ტრავმატოლოგიას დაპტოვა ძალიან დიდი შთაბეჭდილება. და ამის მერე სულ მინდოდა, მაგრამ მე რაღაცა ვერ გამოვედი ტრავმატოლოგი. კარგი, პირველი შეკითხვა მექნება შენთან ასეთი. რომელი ტრავმებია ყველაზე ხშირი საქართველოში? პირველ რიგში მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო პოდკასტები გაქვთ და თითქმის ყველას მოვუსმინე და ძალიან ინტერესით. უთხარი რომ გამოგვიწერონ რა? აუცილებლად გამოიწერეთ პოდკასტი ექიმი მიკროფონთან, ძალიან ისიამოვნეთ ამ საუბრებით. მადლობა ამ რეკომენდაციისთვის და ხო, ასეთი ერთგვარად ხო, ჩემთვისაც ძალიან დიდი мотиваცია რომ ექიმები ამას მეუბნებიან ხოლმე. ხო, მოდი დავიწყოთ და ტრავმები გითხე ყველაზე ხშირად, რომელი ტრავმები გვხდება დღეს საქართველოში? ტრავმებს რაც შეეხება მე პირადად ახლა უკვე მუშაობ უფრო გეგმიურ ოპერაციებზე, ეს არის ორთოპედიული ოპერაციები. ეს არის მსხვილი სახსრების ენდოპროტეზირება, ძირითადი მიმართულება ახლა ეს არის უკვე ჩემი. თუმცა ტრავმების სიხშირე გაზრდილია საქართველოში. ეს არის ავტოსაგზაო შემთხვევები, ეს არის საყოფაცხოვრებო ტრავმები, ხანში შესულთა ტრავმები და მოტეხილობები, ბარძაკის ყელების მოტეხილობები, ოსტეოპოროზით გამოწვეული ტრავმები საკმაოდ ხშირია ბავშვებში, განსაკუთრებით კიდევ. ხო, ბავშვებში ხშირია ხოლმე. განსაკუთრებით აი სათხილამურო სეზონი რო იწყება, ჩემმა შვილმა 3 წელს ედიზეც მაჯაში 3ჯერ მოიტეხა ხელი. ხო, განსაკუთრებით პერიოდები აქვს ამას, უფრო სიხშირით ზაფხულის პერიოდი და ზამთრის პერიოდი გამოირჩევა. სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ ბაკურიანში ყავთ კარგი ტრავმატოლოგები. აი, კარგი სამსახური, კარგი ტრავმატოლოგია, ერთი კაცი, რომელთანაც სისტემატურად დავდიოდი, ძალიან ისეთი კურორტებთან აქვთ, კარგად დაიწყო ეს სისტემა აეწყო. ბაკურიანში, გუდაურში და სვანეთში, მესტიაში მივლინებები ხდება ტრავმატოლოგების თბილისიდან, ქუთაისიდან, მაგალითად ჩვენი ტრავმატოლოგები ჩადიან მესტიაში მურიგეობით და ხო. ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ადგილზე, როდესაც აღმოუჩენ დახმარებას, პირველად დახმარებას, რომელსაც თუ სწორად აღმოაჩენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აი სწორედ ამ პირველად დახმარებაზე მინდა კითხო, რა მნიშვნელობა აქვს ტრავმის მიღების პირველ წუთებში ჩატარებულ დახმარებას? ზოგადად მოდი ესე ვთქვათ, რომ მედიცინა და მკურნალობა ზოგადად იწყება პირველი ემერჯენსი სიტუაციიდან. ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
პირველი დახმარება, შემდგომ ტრანსპორტირება და უკვე მესამე ეტაპი არის და ძირითადი უკვე ჰოსპიტალური მკურნალობა. პირველი დახმარება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ შემთხვევაში, როგორ გააკეთებ იმობილიზაციას კიდურისას, რამდენად არის იქ ნერვული სისწრაფოვანი სტრუქტურები დაზიანებული და ამის შემდეგ უკვე თუ ეს სწორად ხდება, მკურნალობაც მიდის უფრო დადებითად. ჩაჭედილი მოტეხილობები რო იყო ხოლმე გახსოვს? და ჩემ ბავშვობაში მაგ დროს მე მაქვს ხელი მოტეხილი და არ აძინებდნენ ისე ასწორებდნენ ხოლმე და კატასტროფა იყო იქ ჩასწორება გახსოვს ეს კაჩაოდნენ. კი, ეხლაც არის. არ ჯობია დააძინო და ისე ჩაასწორო? ჯობია უბრალოდ ბავშვებში ძირითადად ეს არის მწვანე ტოტის მოტეხილობას ვეძახით, როდესაც შუად არ არის გადატეხილი მწვანე. აი ბავშვობაში ხო გადაგიტეხია, მაგარ თხილის ტოტი, ხო? ბოლომდე არ ტყდება. ანუ ერთი ზედაპირი მოტეხილია, მეორე მის ჩასწორება მეტად ადვილია. მომენტალურია, ასე ვთქვათ, მომენტალური ტკივილია და კარგი, მითი არის თუ არა გოგა იმასთან დაკავშირებით, რომ ვისაც მოტეხილობები აქვს, აი ხშირად ჭამენ ხაში. ეს ხაში ახორცებს თუ არ ახორცებს? ეს მითია. მითია, ხო? აბსოლუტური მითია. არანაირი შეხებაში არ არის შეხორცებასთან. ხაში. ხო ისე ხაში მიყვარს, მაგრამ ვისაც უყვარს შეუძლია მიირთვას. ადრე ძალიან ხშირად, ეხლა თაბაშირის ტაქტიკებმა იკლო ხო მეტნაკლებად არა, უფრო მეტად ხდება ოპერაციული მკურნალობა, რომელიც რეაბილიტაციაც უფრო ნაკლებ ხანს მიმდინარეობს, აი ეს ფრაქტურებზე, მოტეხილობებზე ვსაუბრობთ. არ არის მთლად ასე, თაბაშირის მკურნალობა არ ამოღებულა მეთოდიდან და ისევ რჩება. რადგანაც ახლა ოპერაციული ჩარევა ინვაზიაა მაინც და არ არის სასურველი თუ არ არის საჭირო. თაბაშირი შეცვალა ჰიბრიდულმა საფიქსაციო სასწავლებლებმა, რომელიც უფრო მყარია, წყალმედეგია, სიაღვი შეიძლება იმითი დაბანვას და წყლის შეხებაც არ არის პრობლემა და ასე რომ თაბაშირი ჯერ კიდევ რჩება მეთოდად, უძველესი მეთოდი. ერთი შეკითხვა მინდა, აი შენ როდესაც თვლიდით, რომ ხშირ შემთხვევებს, ტრავმატოლოგიურ ხშირ შემთხვევებს ახსენებ ბარძაყის ყელის მოტეხილობა. ბარძაყის ყელის მოტეხილობა განსაკუთრებით ხშირია ასაკოვან ადამიანებში ხოლმე და საკმაოდ რთული პათოლოგია ეს, აი ეს მოტეხილი ბარძაყის ყელი არ ხორცდება პრაქტიკულად, მოდი ესე ვთქვათ, ხო? აი ამ დროს რას აკეთებთ ხოლმე ექიმები? როგორი არის ტაქტიკა და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ რეგიონში უფრო ხშირი არის ეს, ვიდრე მაგალითად ევროპა, არ ვიცი ეს კვლევა, რომ უბრალოდ კოლეგებს მაქვს უცხოეთში ნაკითხი და კი, იქაც ხდება, მაგრამ არა ასეთი სიხშირით. ეს კვლევა შეიძლება არ არის ჩატარებული, მაგრამ უკავშირდება თუ არა ეს იმას, რომ 40 წელს ზემოთ ყოფი ქალბატონები პრემენოპაუზალ პერიოდში არ იღებენ კალციუმის ძალიან სწორად აღნიშნე ეგ ყველაფერი, ეგ არის ძალიან დიდი პრობლემა ჩვენთან. ნუ დავიწყოთ ბარძაყის ყელის მოტეხილობით, რატომ არის უფრო ხშირი ბარძაყის ყელის მოტეხილობა? იმიტომ რომ ყველაზე ცუდად სისხლმომარაგებული სეგმენტია ჩვენ სხეულში ძვლის. ბარძაყის ძვლის თავს კვებავს ერთი არტერია, ბარძაყის ძვლის თავის საკუთარი არტერია და გარშემო ყელზე არის შემომხვევი არტერია. წელთა მატებასთან ერთად ხდება ამ არტერიების დეგენერაცია, სისხლმომარაგების მოკლება და სუსტდება ეს ადგილი და პატარა ტრავმაზე ტყდება. განსაკუთრებით, როდესაც არის ოსტეოპოროზი. და ის რაც შენ აღნიშნე, ხა 40 წელზევით ადამიანების, ქალბატონების არარეგულარული ვიზიტი ენდოკრინოლოგთან, გინეკოლოგთან, ეს ყველაფერი იწვევს მე ოსტეოპოროზის განვითარებას. ჩვენ ქვეყანაში საკმაოდ ხშირია. ხო, აი უყურე ერთი ესეთი დაკვირვება რომ გავაკეთოთ, ხო, ჩვენი ქვეყნის მოხუცებული ადამიანები უფრო წელში მოხრილები დადიან, უფრო ადრე საჭიროებენ ხელჯოხით სიარულს. და აი რომ შევადაროთ ევროპელი მოხუცი იგივე ასაკის ადამიანები, უფრო მაგრად გამოიყურებიან, არა? ანუ ალბათ უფრო სოციალური ფაქტორი არის აქ და განსხვავება მათსა და ჩვენ მოხუცებს შორის, დატვირთვა ჩვენ მოხუცებს საკმაოდ უწევთ. განსაკუთრებით მე ახლა უფრო რეგიონში ვარ და სოფლად ცხოვრები მოსახლეობასთან შეხება მიწევს და საკმაოდ დატვირთულები არიან. წარმოიდგინე ახლა ტრამვებით მოდის 80 წლის ადამიანი, ჩამოვარდა ხიდან. ხო, ეგ სიმაღლიდან ვარდნა ბევრი გექნება, ხო. რომელი ტრამვა არ გიყვარს ყველაზე მეტად? არ მიყვარს ასე ვერ ვიტყვი. ყველა ტრამვა საინტერესოა, როდესაც ამას პროფესიულად უდგები და რა უნდა გააკეთო, ამას განიხილავ, ხო?
თუმცა რთული ტრამვები არის სახსარში და მოტეხილობები. განსაკუთრებით მუხლის სახსარი, იდაყვის სახსარი, ყველაზე რთული და სამკურნალოა და პროგნოზულად ყველაზე ესეთი არაკეთილსაიმედო მომავალში მე როგორ ართროზის განვითარების მაღალი რისკები. აი, მაგალითად, სახსარში და მოტეხილობის დროს ეს სახსარი ფუნქციას ბოლომდე ვერ დაიბრუნებს. უმეტეს შემთხვევაში შეიძლება რომ თქვათ შეზღუდვა კონდეს მოძრაობის და ასე შემდეგ. იცით რა, როცა ხტილი ზიანდება, სასახსრე ზედაპირი ზიანდება, ხომ ისი აღადგინა ვერ ხერხდება სამწუხაროდ, ჯერ არ არის მოგონილი მეთოდი, რომ ხტილი ავადგინოთ. ამიტომ დროთა განმავლობაში ხდება ამ ხტილის დეგენერაცია, ართროზი ყალიბდება სახსარში და მოძრაობა იზღუდება. ეს არის პრობლემა. ამასინათ ხონდრორიცინზე ვკითხულობდი კვლევას და რაღაც ძალიან დიდი ამბავიც აღარ აქვს ამ ხონდრორიცინს, ფაქტობრივად ვერაფერს ვერ აკეთებსო ეწერა ბოლო კვლევებით. შენ რას ფიქრობ მაგაზე? ნიშნავ თუ არა? მე ვნიშნავ, მოგითხრა ძალიან აქტიურად არა, მაგრამ ვნიშნავ, ხონდროპროტექტორები ქვია ზოგადად მაგათ. კვლევები არ არის ჯერ დადასტურებული, რომ ეს საქმეს აკეთებს ბოლომდე. თუმცა გააჩნია ალბათ სხვა დიდ კოჰორტაზე წავიკითხე ეს კვლევა და ბევრი დიდი შედეგი არ ჰქონდა საერთოდ. ანუ შეადარეს ის ადამიანები, რომლებიც იღებდნენ ამ ხონდროპროტექტორებს და ის ადამიანები, რომლებიც არ იღებდნენ და ფაქტობრივად ერთ-ერთში დაჯდა. ხო, იცით რა არის, გააჩნია დაზიანების ხარისხი და ლოკალიზაციასაც ალბათ, ხო? და სამწუხაროდ ეს პირველი ეტაპის დაზიანებები ძალიან იშვიათად მოდის ექიმთან. პაციენტი ამ დროს სანამ არ ატკივდება, სანამ არ შეიზღუდება მოძრაობა, მანამდე პრევენცია არ ხდება, ასე ვთქვათ. გოგა, ერთი რამ მინდა გკითხო. ეხლა გვარს არ დავასახელებ, მაგრამ საქართველოში იყო ძალიან მოდური ერთი მეგრული დასახელების გვარი, რომლებიც ადამიანები ხშირად მიდიოდნენ იმ ადამიანთან, რომელიც არატრადიციული კურნალობის მეთოდით კურნავდა და არ მიდიოდნენ ტრავმატოლოგთან. გინახავს თუ არა არატრადიციული კურნალობის შედეგად განვითარებული ცრუ სახსრები შენს კლინიკურ პრაქტიკაში და როგორია ეს ცრუ სახსრები? კი, ხშირად მინახავს. ხშირად. მე ვისაც შენ გულისხმობ, არ ვიცნობ პირადად, თუმცა დასავლეთშიც არის ეგეთი. ის დასავლეთში ძეზე მთავრდება თუ იაზეც იქაც? იაზე. იზე. ხო, თუმცა ჩემინა ოპერაციებია. ხო, თქვენ გაუკეთეთ ამ ექიმბაშ, მოდით ესე ვთქვათ, ოპერაცია და დღეს იღებს სხვა პაციენტი. ხალხური მედიცინის მიმდევარს, ასე ვთქვათ, მოდი. მე გაუკეთე ოპერაცია, ხელოვნური სახსარი დადის ძალიან კარგად ეხლა. თავი ვერ მოერჩინა. ხო, ვერ მოიჩენდა, იცოდა თვითონ. არის ხალხური მედიცინაში რაღაც საკითხები, რომელიცაც შეიძლება მართლა ყურადღება მიაქციო და პატივისცემი, იმიტომ რომ ეს ფიტოთერაპია, სხვადასხვა ეს ხალხური მედიცინის თერაპიები მისაღებია ხანდახან. არა, იმაში რასაც ინვაზია სჭირდება, ხო? საერთოდ მაქვს ურთიერთობა ამ ადამიანთან ძალიან ახლო, ჩემი პაციენტებთან მეგობრობთ და ძალიან ხშირად მოდის მისგან პაციენტები ჩემთან. რასაც თვითონ ვერ გონავს. რასაც თვითონ თulis, რომ და კონსულტაციებიც გვაქვს ერთმანეთთან. აჰა. გასაგები არის. ანუ შენ გარკვეულწილად რაღაცა აღიარებას აძლევ აი ამ არატრადიციული კურნალობის მეთოდებს? რო გითხრათ, ჩავწვდი ამ ყველაფერს და განხილული მაქვს მეთქი, მოგატყუებ არ ვიცი, მაგრამ რა ვიცი, შეიძლება. მე დედი თუ არ თურმანიძე. აჰა. დავშენ. და ჩემის გვარი, ჩვენ ხარეს არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გვარი იცი რაღაც ცნობილი რეცეპტი? მე არ ვიცი. დედა შენმა იცოდა? დედაჩემაც არა, ალბათ უფრო ბებიებმა. ბებიებმა იცოდნენ. ხო, რა გინდა ხა საფთიაქოსელში თურმანიძის მალამოები პირველი მეორე იყიდება და მედიკამენტად არის აღიარებული. თუმცა თურმანიძემ მგონი მოტეხილობებზე დამწრობებზე და ჭრილობების შეხორცებას უწყობდა ხოლმე ეს ამბავი ხელს. კარგი, ღია მოტეხილობა თუ გინახავს ისეთი, რომელმაც შეგზარა და არის მოტეხილობა გინახავს. ძალიან ბევრი ბარძაყის, წვივის, ხრის ღია მოტეხილობა, რომელიც ჩემ მეხსიერებაში არის და ძალიან რთული ტრამვა იყო, ეს იყო 2008 წლის ომის დროს. როდესაც 17 წლის ახალგაზრდა უკვე უგონო მდგომარეობაში შემოიყვანეს ჩვენთან კლინიკაში. ნატყვი არ იქონდა მხარზე.
მოგლეჯილი ფაქტიურად მხარი და შეუძლიათ მისი აღდგენა. ამპუტაცია არ დაჭირდა. არ დაჭირდა ამპუტაციაზე იდგა საქმე, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ დავსულიყავით შენარჩუნებაზე და 3 ოპერაცია დაჭირდა საბოლოო ჯამში ამბიც, მაგრამ დღესაც ყოველ წელს მაგითხავს. ხო? აღდგა სახსარი მუშაობს. აბსოლუტურად სრულად. სრულად არც კუნთების ატროფია არ განვითარდა, ანუ აბსოლუტურად სრულად მუშაობს. რა მაგარია, გილოცავ, მართლა ძალიან კარგი შედეგია. ხო, მეც მინახავს ღია მოტეხილობა და აი ძალიან ძნელი შესახედი არის, მაგრამ რთული, ამიტომ რომ იქ მარტო ზოგადად ეხლა ზოგადად ესე უყურებენ ხოლმე, რომ ტრავმატოლოგია არის მხოლოდ ძვალი. და მეტი არაფერი და ესე არ არის ნამდვილად. გარშემოაკიდნენი სტრუქტურები, რომელსაც აბსოლუტურად ძალიან სკრუპულოზულად უნდა მიდგომა და მისი აღდგენაზე მუშაობა. ბევრი ამპუტაცია გაგიკეთებია? არც ერთი. არც ერთი. თუ საჭირო აქვს მაგალითად განგრენოზული, დიაბეტური ტერფი მოვიდა და ამპუტაცია. ხო, ეს არ არის ტრავმატოლოგიური მიმართულება. ან მაგრამ ტრავმატოლოგია არ აკეთებს მაგ ოპერაციას. არა. ამ ოპერაციებს აკეთებს სიზარდთა ქირურგი, როდესაც სიზარღვოვანი პათოლოგია. მაგრამ ძვალი ხომ უნდა გადაიხერხოს? მაგასაც შეუძლია, ხო? ხან დახმარება სჭირდება. არ გაგიკეთებია არც ერთი კიდური არ მოგიჭრია? მოჭრით მე თვითონ არ მომიჭრია, მაგრამ ასისტენციაზე ყოფილა. ხო, ასისტირებაზე ყოფილა. და ძალიან შემზარავი ესეთი ოპერაცია, რომელიც არ შეამოვნებს. ხერხია ჩაულებრივი და ხერხავს ეს ზვალს და სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ კიდურ დაკარგული ადამიანები ძალიან აქტიურად ცხოვრობენ, ხა, იმიტომ რომ პროთეზების ძალიან კარგი პროთეზები გამოვიდა და მე ვიცნობ რამდენიმე ადამიანს, რომელსაც რო არ ვიცოდე რომ კიდური არ აქვს, საერთოდ ვერც კი მიხვდებოდი, იმდენად აქტიურია, ისე კარგად დადის და მოძრაობს და სოციალურ გარემოში არის ადაპტირებული. მე რო ვსწავლობდი, ასეთ 3 წიგნი იყო. მაშინ ჩვენ ახლა ლიტერატურა არ ქონდა, ხო, უცხოური და საბჭოთა ლიტერატურა იყო ტრავმატოლოგია, ორთოპედია და პროტეზირება. ანუ მესამე ეს პროტეზირება შედიოდა ამ დარგში, იმიტომ რომ როცა აუცილებლობა არის, სიცოცხლე საფრთხე ემუქრება, ჯობია კიდური დაიკარგოს და შენარჩუნდეს სიცოცხლე, მაგრამ არსებობს მე უკვე ამის აღდგენის გარეგანი პროტეზით საშუალება. ხო, რა თქმა უნდა. მოდი ახლა ისევ დაუბრუნდეთ შენს ძირითად საქმიანობას, პროტეზირება ახსენე და ახლა აქტიურად უფრო მეტად ალბათ მენჯბარძაყის სახსრის ენდოპროტეზირება. მენჯბარძაყი და მუხლი. მუხლი და მენჯბარძაყი, ხო? ძალიან დიდი განაკვეთი ტარდებოდა ადრე მენჯბარძაყის ენდოპროტეზირების დროს. ახლაც ესეთივე დიდი განაკვეთი კეთდება თუ შემცირდა ცოტა? მაქსიმალურად შემცირდა, ახლა უკვე მიდგომები სხვადასხვა არსებობს, წინა უკანა ლატერალური ის რომელ ქირურგს გაურჩევნია, განაკვეთი მერყეობს 10-დან 12 სანტიმეტრამდე ახლა უკვე. ხანდახან შეიძლება უფრო პატარაც გააჩნია ადამიანის კომპლექციას. ხო, მესმის. და თვითონ ამ სახსრებში არის განსხვავება, ანუ რომელი ჯობია თუ არ ჯობია. აი ყველაზე აქტუალური საკითხს მივდექი ახლა ჩვენ სფეროში და რაც მოსახლეობაში ძალიან მუსირებს რა, აი რომელი სახსარი ჯობია, ხარისხიანი სახსარი მინდა, უხარისხო არ მინდა. ერთგვარ პარადოქსულ სიტუაციაში ჩავარდით ახლა ჩვენ. ну, ევროპაშიც უკვე არის ეს ტენდენცია. 90-იანების ბოლოს დაიწყო ჩვენ ქვეყანაში ენდოპროტეზირების განვითარება უფრო ინტენსიურად. თუმცა მანამდეც ახლა პროფესორ აკადემიკოსი ღუდუშაური მუშაობდა ამ თემაზე, ჰქონდა თავისი გამოგონება ამ სახსრების ონკოლოგიური მიმართულებით და ძალიან წარმატებითაც, თუმცა მაშინდელ პირობებში არ დასცალდა ამის განვითარება. თავიდან რომ დაიწყო საქართველოში ენდოპროტეზირებაზე მუშაობა, ყველაზე მაღალი რეიტინგის და ხარისხის მქონე ბრენდები შემოვიდნენ. დავასახელებ, არ გამოვიდა არც რეკლამაც, და არც არტირეკლამად, ეს იყო ჯონსონის, დეპიუ, ზიმერი, ესკულაპი, ბაიომეტი, ყველაზე სახელიანი ვინც იყვნენ. ამით დავიწყეთ მუშაობა. და მაშინ ხარისხზე არც იყო ლაპარაკი, ვიცოდით რომ ყველა ხარისხიანს ვაკეთებთ. ამის მერე რაც განვითარდა ეს დარგი და მოთხოვნადი გახდა, უკვე მერე დაიწყეს მეორე ხარისხოვანმა ფირმებმა შემოსვლა და ეხლა უკვე გაჯერებულია ძალიან. არის განსხვავება? განსხვავება არის. არის, ხო? აღიარებ, რომ არის განსხვავება, განსხვავება ბევრ რამეშია თქვენ რომ შეხვიდეთ და ნახო გიორგი ახლა წარმოება ამ სახსრს თითქმის ძალიან ბევრ ქარხანაში ვარ ნავყოფი, სადაც იწარმოება ეს სახსარი. რასაც მე ვხმარო, ყველა ქარხანაში ვარ ნავყოფი. რასაც მე ვიყენებ სახსრებს. იქვე მიხვდები, რა განსხვავებაც არის. აჰა.
მეტალი პირველ რიგში უნდა იყოს ხარისხიანი. მეტალი თუ არის ხარისხიანი, იქ ბევრი პრობლემა შეიძლება მიმღებლობასთან და მუშაობაზე. რითიმურის პაციენტი ახლა ექიმთან პირველი კითხვა არის, რომ რამდენი ხნის გარანტიას მაძლევ. და რასაც უგდავით ხოლმე? გარანტიას ვერაფერს ვერ ვაძლევ. ვერც ერთ სახსარზე, ვერც ერთი წლისას. წარმოუდგენელი გარანტია მისცემა. უყურე, ერთ-ერთი ხშირი გართულება არის ხოლმე, რომ ენდოპროტეზირებას, როდესაც ჩაიტარებენ ადამიანები, ხშირად ვარდება ხოლმე სახსა. რისი ბრალი არის ეს, რამე სუდ მოძრაობებს აკეთებენ, არა ითვალისწინებენ რეკომენდაციებს ხოლმე თუ რამოდენიმე ფაქტორია, მაგრამ პირველი რა თქმა უნდა, თუ სწორად არის ჩასმული სახსარი და რეკომენდაციების შესრულება, გარკვეული პერიოდი გვაქვს იმისი, რომ შეზღუდვა ხდება მოძრაობების ზედმეტად მოხრა გადაშლა ფეხის არ შეიძლება სანამ არ შეხორცდება გარშემო თბილი ქსოვილები და არ დაიჭერს ამ სახსას ეს ხო თავისუფლად არის ფოსოში თავი და ის მოძრაობს ისე რომ შეიძლება ამოვარდეს მეორე თვითონ ოპერაციის დროს დაშვებული ლაფსუსი შეიძლება იყოს ამის მიზეზიც თუმცა ეხლა უკვე გვაქვს სახსრები რომელიც ამოვარდნილობის საწინააღმდეგოა რომელსაც ვერ ამოვარდება ხო არის თუ რაიმე განსაკუთრებული არ ქენია გასაგებია. ისე რა მოდი მეც დაგისვამ ამ შეკითხვას, რასაც პაციენტები გისვამენ. თუ ყველაფერი რიგზია და კარგად მოხდა, ჩატარდა ოპერაცია, კარგად მოხდა რეაბილიტაცია, ეს გამოცვლილ სახსარს შემდგომში გამოცვლა ჭირდება, აი რამდენი ხანი აქვს ექსპლუატაციის ვადა. მოდი დავიწყოთ იქით. ყველა იმ სახსარს, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება, არსებობს ესეთი საერთაშორისო რეგისტრები, სადაც მათი გამოცდილება აღიწერება. და გვაქვს მოცემული სტატისტიკა, რამდენი პროცენტ შემთხვევაში რამდენი ხანი იმუშავა სახსარმა. ზოგადად ესეთი საშუალოდ ასეთია, რომ 15-20 წელიწადი და მეტი 97% შემთხვევებში. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ სახსარზე დამოკიდებული. წონაზე ალბათ ხო? თვითონ ბევრი ფაქტორი მუშაობს ამაზე რა. პირველი პაციენტის მომზადება ოპერაციისთვის, ხო? რადგან სახსრის გამოცვლა ხანდახან გვიწევს ინფექციის გამო. ენდოგენური ინფექცია არის ყველაზე ხშირი გართულება ინფექციებიდან, როდესაც სახსრაში ვრცელდება ეს ინფექცია. ამიტომ კარგად ჩატარებულ ოპერაციაზე, ხო? და რამდენ ხანშია ხოლმე? ალბათ მალევეა ოპერაციის შემდგომ ეს ინფექცია თუ შეიძლება წლების მერე? ესეც იყოფა ორ ოკეი. ხო. თუ მალე განვითარდა ინფექცია, ეს უფრო ოპერაციის დროს დაშვებული არასუფთად, არასწორად შესრულებული ოპერაციის ასეპტიკა ანტისეპტიკის თემა. და არის გვიანი ინფექცია, რომელსაც ენდოგენური ინფექციას ვიძახით ორგანიზმში არსებული რაიმე ბაქტერიის ინფექციის დროს ხდება უკვე გავრცელება სახსარში. რადგან ყველაზე სუსტი ადგილია ვერ იცავს ორგანიზმი ამ ადგილს პირველი პერიოდი. და რამდენ ხანში ქონია აი ეს გამოცვლილი და რამდენ ხანში ყოფილა ეს მაგალითად გვიანი ინფექციას რა 2 წელი და შემდეგ. 2 წელი და შემდგომ ყოფილა, ხო? კი. აჰა, გასაგები არის. კიდე რაზეა დამოკიდებული სახსრის მუშაობის. რა თქმა უნდა, თვითონ ხელოვნური სახსარი და ენდოპროტეზი როგორი ხარისხის არის. რამოდენიმე კომპონენტისგან შედგება, არის ფოსფოს კომპონენტი, ფეხის, პოლიეთილენის შიგნით ან კერამიკა და მეტალის ან კერამიკის თავი. ხო, ყველაზე ხშირი გამოსვლა, რასაც გვიწევს, ეს არის პოლიეთილენი, რომელიც ხახუნის შედეგად ცვდება დროთა განმავლობაში. ყველაზე ცუდი გართულება არის ამ შემთხვევაში, როდესაც მოირყევა ეს სახსარი ძვალში. ამის მიზეზი არის წონა, არასწორად ჩადგმული სახსარი, ტრავმა, ოსტეოპოროზი. რომ მოირყევა ხოლმე რას აკეთებთ? აფიქსირებთ მერე თავიდან გამოცვლა უწევს და უფრო ალბათ რო ჩაჭედო ხო იმ უფრო ვრცელდება უფრო დიდი სახსარი, უფრო სხვა სტილის სახსარი, რევიზიული სახსარი ქვია ეს. გასაგები არის. ჩემ ბავშვობაში კიდევ იყო ხოლმე აი ნალის ფორმა იყო, ქუსლში რო უყრიდნენ სპიცას და გირებს რო კიდებდნენ, გახსოვს? ეხლა იგი გამოიყენება. ჩოჩხოვანი დაჭიმა. ჩოჩხოვანი დაჭიმა იყო ხოლმე, აი ქუსლში აი აქ გაუყრიდნენ სპიცას მერე და იმაზე ეს რაღაც როლიკი იყო გადაკიდებული და გირებს კიდებდნენ ხოლმე. იშვიათად გამოიყენება როგორც ძირითადი მკურნალობის მეთოდად. უფრო ბავშვებში იყენებენ ამას.
ეხლა მოზრდილებში უკვე ეს ხანგრძლივი 2-3 თვე რო დააწვენენ პაციენტს, იქ სხვა დაავადებები მოდის უკვე წინა პლანზე, ამიტომ როდესაც არსებობს ოპერაციული მეთოდი, დროებით ხდება ხოლმე ოპერაციამდე. ეს ტკივილსაც ამსუბუქებს. როდესაც ღია მოტეხილობა, კანი არ არის და ქსოვილები იმ მდგომარეობაში, რომ განაკვეთს გაუძლოს ინფექციების მაღალი რისკია, ამ შემთხვევაში ხდება ჩონჩხოვანი დაჯიმა რამოდენიმე კვირით, რამოდენიმე დღით შეშუპების დაცხრომამდე. მაგრამ ძირითადად ეხლა უკვე ეს მეთოდი ჩაანაცვლა გარეგანი ფიქსაციის აპარატებმა. როდესაც ამით უფრო მობილურია პაციენტი, მისი მოვლა უფრო ადვილია, გადაადგილება შეუძლია და ამიტომ ნელ-ნელა უკან წავიდა ეს. იცი რა მინდა კითხო, ორი კიდური ხო აქვს ადამიანს, ორი ფეხი მაგალითად და ეს ორი ფეხი უნდა იყოს ერთი სიგრძის. აი კოჭლობას თუ ერთი კიდური რამდენი სანტიმეტრით მოკლე შეიძლება იყოს, რომ ადამიანმა კოჭლობა დაიწყოს. აი რა გვაძლევს აი კოჭლობის ამბავს. იდეალურად სწორი კიდურები შეიძლება ბევრს არ ქონდეს. მე მგონი ერთი ფეხი მეტირადად, ერთი უფრო გრძელი მაქვს, მეორე უფრო პატარა. მაგრამ ორგანიზმს გააჩნია ძალიან დიდი ადაპტაციის უნარი და ამით ადაპტაციას ორი კუთხით აკეთებს. ერთი ხერხემალი მენჯის ცვლილება ხდება და მეორე მუხლის ვალგურსზე წასვლა, ეს ყველაზე ცუდია, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მუხლი ზიანდება. ალბათ სანტიმეტრამდე აიტანს. 1 სანტიმეტრსაც მგონი აიტანს, არა? შორის ეს არის ხოლმე კიდევ ერთ-ერთი საკითხი ენდოპროტეზირების დროს, როგორ გაათანაბრებ კიდურებს. ძალიან მნიშვნელოვანი ზომაში. რამოდენიმე ფაქტორია, რომელიც განსაზღვრავს ოპერაციის წარმატებულობას, ხო? ახლა პირველი უნდა იყოს კარგი ფიქსაცია, მიიღო ჭრილობა კარგად შეხორცდეს და სტაბილური იყოს სახსარი, არ ამოვარდეს. მეოთხე არის უკვე უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი ამათთან შედარებით კიდურების თანაფარდობა. თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. საქართველოში მაგალითად კოჭლობა იყო ძალიან ესეთი სტიგმატიზირებული თემა, ხვდები? აი ისევ იცოდნენ ხოლმე გამონათქვამი, რომ ბრუციანი, კოჭლი, რა განაპირობებდა ხოლმე ამ კოჭლობას უმეტესწილად, ვთქვათ, რა იყო ხოლმე დიაგნოზები, როდესაც მაგალითად ადამიანები კოჭლობდნენ დაბადებიდან. რაც შეეხება დაბადებიდან კოჭლობას, ეს უფრო განვითარების მანკებია, ხო, არასწორად განვითარებული სახსარი, ან ამოვარდნილობით დაბადებული დისპლაზიის მქონე პაციენტები, ადამიანები უფრო სწორედ. და შემდგომ უკვე ალბათ ტრამვით გამოწვეული. არასწორად შეხორცება განვითარდა, ჩამოკლდა კიდური. დისპლაზიები ისე საკმაოდ ხშირი არის ახალშობილებში, ხომ და ის ხარისხების მიხედვით განისაზღვრება და დისპლაზიები ხშირი იყო. მოიკლო ახლა სტატისტიკით მოკლებულია. მე რაც შეხება მაქვს. მიზეზი რა არის ამის? ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ ახალშობილის მოვლას ახლა როგორც ხდება თავისუფალ მდგომარეობაში ყოფი ახალშობილი და არა გაკოჭილი ამ ხო არტახები და აკვანი ერთ-ერთი განაპირობებელი იყო ბარძაღის სამუარდნილობის. იცი რა მაინტერესებს აკვანში გაზრდილ ბავშვებს კეფა მიბრტყელებული რატო გაქვთ დღემდე ხო არ იცი მაგას აკვანში გაზრდილი. აბა სუეთ მდგომარეობაში იწვა ბავშვი. სუეთ მდგომარეობაში. ის ბილია ძვალი ხო და იღებდა ერთ ფორმას. ხო რაღაცნაირი ეს კეფა არ არის აკვანი ქართული. ეს არის ალბათ საბრძოლო ნაწილი მონღოლური მიდიოდნენ, მოიკიდებდნენ ალბათ და საქართველოში არ იყო აკვანი, შემორჩენილი ქართული აკვანი არის სვანეთში. თოგებზე ჩამოკიდული ლიუკასო ეძახიან, ხო. და ბავშვი თავისუფლად. აკვანში რო იყო კიდე შიბაქები გახსოვს, რა? და ის არტახებს ჰქონდათ ხის ისინი და ეს ჩემი აკვანი შენახული. ხო. და თოკი ჰქონდათ ხოლმე და არ წევდნენ, ხო ეს? ხო, ნუ მოკლედ აკვანში ბავშვის გასცდა შე როგორც ორთოპედი არ ემხრობი, რომელიც განვითარებას ძალიან ეხლა წინ ან კვლევებიც უკვე ახალშობილს უტარდება რადიოლოგიური კვლევები იმის დასადგენად არის თუ არა ამოვარდნილობა ან რისკი ამოვარდნილობის და მოიკლო ამ ყველაფერმა და ძალიან კარგია.
ტრავმებზე როდესაც საუბრობთ, ასევე აუცილებლად მინდა რომ ახსენო შენთან სპორტული ტრავმები, რამდენად ხშირად ხდებიან სპორტსმენები შენთან და რამდენად რთულია ხოლმე სპორტული ტრავმები, იმიტომ რომ ყველა სპორტსმენი რომ მოდის, ყველა სპორტსმენს უნდა რომ ამ ტრავმის შემდეგ მალევე დაუბრუნდეს თავის სპორტულ საქმიანობას, ხო? აი რა ხდება ამ თვალსაზრისით სპორტული მედიცინის მიმართულებით? ზოგადად პროფესიული სპორტი ტრავმირებადია ძალიან და მე რადგან სახსრებთან უფრო მაქვს შეხება, აი მორაგბეებთან მაქვს ძალიან ხშირი შეხება და მათი სახსრები არ არის თლად კარგ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ძალიან დიდი დატვირთვების მიღება უწევთ და მუდმივად არიან მკურნალობის ქვეშ. რაც შეეხება სპორტულ ტრავმას, რა თქმა უნდა, პროფესიონალები როცა არიან, ხშირად ადრე უნდათ რომ დაუბრუნდნენ თავის პროფესიულ სპორტს და ძირითადად ეს არის იოგების დაზიანება, მუხლის სახსარია ყველაზე ხშირად ტრავმირებადი და კოჭრივის სახსარი. სპორტის სპეციფიკიდან გამომდინარე, რა სპორტით არის დაკავებული. და შენი რეკომენდაციას ითვალისწინებენ ხოლმე თუ არ ითვალისწინებენ? უფრო არა. არა, ხო და მე სპორტი მთავარია იმ შემთხვევაში. სპორტი მთავარია იმ შემთხვევაში. სხვადასხვა აი ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის სპორტული მედიცინა და განსაკუთრებით ბავშვთა სპორტში ყურადღების მიქცევა როგორ ვითარდება, იმიტომ რომ ბავშვი მოზარდი ორგანიზმია და ამ დროს უნდა დატვირთვების სწორი შერჩევა. ბევრ სპორტულ კლუბს არ ყავს ასეთი ექიმთა ჯგუფი, რომ ამას აკონტროლებდეს. ეხლა როგორც ვიცი, დინამოს ბაზას აქვს კარგი სპორტული ექიმების ჯგუფი და ამას აკონტროლებდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომ უკვე ზრდასრულ ასაკში როგორ ჩამოყალიბდება ბავშვის ორგანიზმი და რამდენი დატვირთვას გაუძლებს. ხო, მართალია და სპორტული მედიცინა კარგია, რომ თუ უფრო მეტად განვითარდება, იმიტომ რომ ხსნენია ხოლმე ხა იშვიათად, მაგრამ არის რომ ფეხბურთელს რაღაც გულის პრობლემა შეექმნა თამაშის დროს. ხო, რამდენი დაღუპულას საფეხბურთო გულის მანკით შეიძლება დაბადებული იყოს ბავშვი, რომელსაც არ შეიძლება მისცე ის დატვირთვა, რასაც აძლევენ ამ შემთხვევაში ვარჯიშის შემთხვევაში. ამიტომ ნებისმიერ სპორტსმენის სკრინინგი აუცილებელია, რომ აი მსგავსი ტიპის ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო უნდა იყოს ჩართული ძალიან აქტიურად ამაში. ტკივილზე მინდა კითხო. ზოგადად ფრაქტურებს, მოტეხილობებს ახასიათებს ძალიან დიდი ტკივილი. ხო, როგორ ხდება ამ ტკივილის კუპირება? ეს არის ანალგეზიური საშუალებები, თუ მაგალითად შეიძლება ოპერაციის შემდგომ ეს ტკივილი გაქრება ხოლმე, როგორც წესი, აი რა განაპირობებს ტკივილის მექანიზმი, რომ ითქვა თვითონ ძვალი ტკივა თუ ის ძვალი, რომელიც ირგვლივ ხო, ეგ მინდოდა რომ გეთქვა ირგვლივ მდებარე ქსოვილებს რომ ეხება, თქვა ის ბასრი ნაწილები მოტეხილი ძვლის კიდეები, რომელიც ეხება ქსოვილებს, უფრო მეტად ძვლის საზდელა არის მტკივნეული, მე გარშემო კუნთებს, ეს არის მტკივნეული. პირველი ტკივილის კუპირება არის იმობილიზაცია, რომ მოძრავი არ იყოს ეს ძვლები და არ ეხებოდეს ქსოვილებს და არ გამოიწვიოს ტკივილი. რა თქმა უნდა, ანალგეზიური საშუალებების და ოპერაციის შემდგომაც ტკივილი უკვე არის რბილ-ქსოვილოვანი ტკივილები და ამის კუპირებაც პერიოდული გამაყუჩებლებით ხდება. რამდენად არასწორად იდებენ ხოლმე მაგალითად კომპრესირებას, მაგალითად ცივი საფენი, ცხელი საფენი, აი რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანს ასე თვით კურნალობამ კომპრესორად. ცივი საფენი ტრავმის შემთხვევაში ნაჩვენებია და პირიქით პირდაპირ პირველი დახმარება ეგ არის, რომ ჰემატომა არ ჩამოყალიბდეს, სისტემა შეჩერდეს. თუმცა გასათვალისწინებელი არის ზედაპირზე როგორ დაიდებს. ხანდახან დამწრობით მოდიან პაციენტები ამ ცივი საფენის გამო, რომ პირდაპირ ეს გაყინული რაც საშუალება რაც არის ან გადებული პირდაპირ კანზე იწვევს მის დამწრობას, მოყინვას. ხო. და მე ორი რაღაც გაქვს სამკურნალო, შეიძლება კანის გადანერგვა დაგჭირდეს, ხო? არის ხოლმე ეგ შემთხვევები. რა მინდა კითხო, იცი, აი რომ ჭრილობა, რომ გინახავს ისეთი პაციენტი, სადაც ჭრილობა არ ხორცდება და რომ გახსნი ძვალი ჩანს. კი, რა. და აი რა შემთხვევებია ხოლმე? ინფექცია ყველაზე ხშირად. ინფექცია, რომელიც არ აძლევს ჭრილობას შეხორცებას. როდესაც მეტალი არის, ხო, ჩასმული, ან ოსტეოსინთეზის შემთხვევაში, ან ხელოვნური სახსარი არის, მასზე მოხვედრილი ბაქტერიის კურნალობა ანტიბიოტიკოთერაპიით ვერ ხდება. ელემენტარულად სისხლში შესული ანტიბიოტიკი იქამდე ვერ აღწევს. სისხლში ხო არა აქვს, ხო? და კოლონიზაცია ამ ბაქტერიების უფრო გახშირებულია ამ ადგილას. ამიტომ ახლა არის სხვადასხვა საშუალებები, არის ვაკუუმ
თერაპია, როდესაც ვაკუუმი ედება და მუდმივად ასპირაცია ხდება სითხის, მერე გამორეცხვა ჭრილობის, თუმცა ხშირად გვიწევს ამ მეტალურ კონსტრუქციის უკან ამოღება და ისე მკურნალობა. და შემდგომ განმეორებითი ოპერაცია, რაც რა თქმა უნდა არ არის სასურველი და რთული. კაი, ყურე რა მინდა კითხო, ოსტეოსინთეზი ახსენე შენ და მაყურებლისთვის გასაგები რომ იყოს, ეს არის ცვლების ქირურგიული მეთოდით ერთმანეთთან შეერთება, ხო? ხო, სწორად ახსენე. კი ბატონო. ოსტეოსინთეზი, როდესაც თქვა მეტალის ფირფიტას იყენებენ ან რაღაცას, შემდგომ ადამიანს იბარებ რაღაცა პერიოდის შემდეგ ამ მეტალის ფირფიტის ამოსაღებად. არის შემთხვევები რომ არ ამოდიან? ხანდახან ვეუბნები თუ არ გინდა ამოღება. რატო ეუბნები მაგას? აი თუ ახალ თანამედროვე მეტალები, ძირითადად არის ტიტანის მეტალები, რომელიც ყველაზე ადაპტირებული არის ორგანიზმის თავისებურებებთან და არ იწვევს მოცილების რეაქციას. ხო? ჩვეულებრივ უჟანგავი მეტალი ცილდება ძვალს, ძვალი იცილებს უпростоრად მას, ირყევა და ამოსაღებია, აწუხებს. ტიტანი პირიქით ძვალი ფარავს მას. გააჩნია რა სეგმენტში არის ეს ჩასმული. იგივე რომ ავიღოთ ენდოპროტეზს ხო ვტოვებ და გვინდა რომ სამუდამოდ იყოს რა, ამიტომ პრობლემას არ აქვს, ამასაც დავტოვებ. თუ არ არის პროცენტული გადანაწილება რამდენია, რამდენს ტოვებ, რამდენს არ ტოვებ, აი რომ რაღაცას რო ურჩევ. როგორც წესი ზემო კიდურებში უფრო ხშირად ტოვებთ. ლავიცაც ეხება ესა, ლავიცის კლავიკულას მოტეხილობას. ძალიან ბევრი არის შემთხვევები, რომ განმეორებით მოტეხილობით მოდიან ლავიცზე. ლავიცი ისეთი თათვირთვა აქვს, რომ ჯობია რომ ამოიღო, რადგანაც ის ბერკეტს ქმნის უკვე. ის მეტალი და სხვა ადგილას გადატეხვის საშუალებას აძლევს. ჩემს ბავშვობაში ტრაუმატოლოგიას რო გავდიოდი ლავიცის მოტეხილობის დროს, თუ ოპერაცია არ გეთებოდა, ესეთი რვიანისებურ ნახოს. კი. მუშაობდა ეგა? ეხლაც მუშაობს. ეხლაც მუშაობს. როგორც ბავშვებში. და ნეკნების მოტეხილობაზეც მინდა კითხვა. ნეკნის მოტეხილობა თუ თქვათ არ დააზიანა პლევრის ხრო და ასე შემდეგ, მას ფაქტობრივად ვერ მკურნალობ ჭიდრო ნახვევით, ხო? ანუ რამე სხვა სამკურნალო ის არის ნეკნის მოტეხილობის დროს? არ ჭიდრო ნახვევი არ არის სამკურნალო, პირიქით ზღუდავს ფილტვის ექსკურსიას და ამიტომაც არ არის ნაჩვენები. გააჩნია რამდენი ნეკნია მოტეხილი. არის მრავლობითი მოტეხილობები და არის ერთეული მოტეხილობები. ძირითადად საჭეტე ხავს ხოლმე ავარიების დროს ალბათ ხო ეს ოსტემკერდის სულით და ან გუნკერით დაცემა. თუ არ არის პლევრა დაზიანებული და ტოვებ ეგრე როგორც არ არის ჰემოთორაქსი, ანუ სისხლი არ არის ჩავრილი პლევრის ღრუში, ტოვებთ ეს. და ის რამდენი დიდი ხანი მიდის რეაბილიტაცია ხო, სადღაც დაახლოებით 1-2-3 თვე ედგინება. ნუ ტკივილი ალბათ ერთ თვეში გადის უკვე. გააჩნია როგორ იცავს მე რეაბილიტაციის პერიოდს პაციენტს. რა სურჩევ ხო? ნაკლები დატვირთვა. ნაკლები ფიზიკური დატვირთვა, ხო? ძალიან კარგი. ამპუტაცია შენ არ გაქვს გაკეთებული და ოსტეოსინთეზებზეც ვილაპარაკეთ, რომ თქვათ ვიღაცებს უტოვებ, ვიღაცებს არ უტოვებ. ეხლა რა მინდა ენდოპროტეზირებაზე მინდა კითხო, ისევ ეს ადამიანები, რომლებიც ენდოპროტეზირებას იკეთებენ, მაგნიტორეზონანსულ კვლევას ვეღარ გაიკეთებენ მერე. თავისუფლად. ამიტომ აქ ხარისხიან პროტეზებზე ლაპარაკი ვერ იკეთებდნენ. ახლანდელი თანამედროვე ენდოპროტეზებზე შეიძლება მაგნიტის გაკეთება უკვე. თუმცა მათაც შეზღუდვა 3 ტესლას გაკეთება, ანუ უფრო მეტი სიხშირის მაგნიტის გაკეთება არ შეიძლება. აი, რა მაინტერესებს, თქვათ ენდოპროტეზირებით ადამიანი შევიდა და გაიკეთა მაგნიტი, მიიკრავს ეს მაგნიტი, ამოაგდებს სახსარს თუ რა მოხდება, მქონია რა? შესულ ხარ მაგნიტის ოთახში. კი, მაგნიტის ოთახში შევსულ. მე შევედი ერთხელ გასაღები ხელი ჭირა ხილაში და წამიღო ხელი ესე. ხო, მიგაკრა. ხო. ენდოპროტეზს არ იზიდავს. ტიტანი არ არის მაგნიტის. ხო. იზიდვის. მათ რატომ უფრო უფრთხილდებით ხოლმე ეს დიდი ვიბრაცია რყევამ შეიძლება მორყევა გამოიწვიოს. განსაკუთრებით თუ ცემენტიანი ფიქსაციის ენდოპროტეზია. თუმცა უკუჩვენება ასეთი არ არსებობს. უკუჩვენება არ არსებობს, ხო? თუ ეხლა თუ რა თქმა უნდა ვიცით პროტეზის მეტალის შემადგენლობა. და არ არის რაღაცა ისეთი. ამ პროტეზს თავისი პასპორტი ხო მოყვება, რომელსაც ატამ პაციენტს, რომელსაც ნებისმიერი манипуляციის დროს ამოიღებს, ჩახედავს რა მასალისგან არის გაკეთებული, ყველაფერს კი ბატონო. ნახავს, ხო? თვის განმავლობაში რამდენი ენდოპროტეზირებას აკეთებ? 30-40-მდე. 30-40. ანდახან 50. 60. ძირითადად ქალები მოდიან თუ კაცები? უმრავლესობა ქალები. უმრავლესობა ქალები. 1% ქალები. მაინც არის რაღაცნაირად ჰორმონალურ, ხო, ქალის ჰორმონთან დაკავშირებული ეს ამბავი?
უფრო კი ენდოკრინულ სისტემასთან დაკავშირებული არის კი. არის ხო? ეხა ბევრი ჩამოდის კურსში, შენ უფრო მთლიან დასავლეთ საქართველოს ფარავ ალბათ ამ მიმართულებით, ისე არის გამოდინება პაციენტების, რომ აი შენთან არ მოდიან და თბილისში ჩამოდიან. მაქსიმალურად შევზღუდეთ ასე ვთქვათ და პირიქით მოვიზიდეთ აქ პაციენტებს. ძალიან ბევრი პაციენტები ყავს იტალიიდან, საბერძნეთიდან, ჩვენი საკუთარი მოსახლეობა. ემიგრანტები, რომლებიც ჩამოდიან და აქ იკეთებენ. რეაბილიტაცია რამდენ ხანს გრძელდება ამ ოპერაციიდან? ამ ოპერაციის შემდეგ ეგეც ცოტა ინდივიდუალურია, პროტოკოლით 2 თვე გრძელდება, შეზღუდული სიარული ან დატვირთვა ფეხის, რომ ზედმეტად არ იყოს ყავარჯნები თან ხელჯოხით. 2 თვის მერე გააჩნია პაციენტს რა, ახლა მე მყავდა პაციენტი, ცოტა ესეთი კომიკური სიტუაცია იყო, მაშინ ზუგდიდში დავდიოდი, იქ ვაკეთებდი ოპერაციას. ხო. და მესამე დღეს ოპერაციიდან ჩემი ასისტენტი მირეკავს, რომ ბატონო, პაციენტი დავგარგეთო. მე როგორ დაგარგეთ? გაიქცაო რა, აღარ არის პალატაში. ეს პაციენტი განაცხადეს ოფიციალურად პოლიციაში პაციენტი და ვერ ვიპოვეთ. 2 კვირის მერე მირეკავს ეს პაციენტი. გოგაიქიმო, შეიძლება ნაკერები აქ მოვიხსნაო და რომელი ხარ მეთქი, სადა ხარ შეგაცო მეთქი. ჩიტაში ვარ. ჩიტა? რეისი მქონდა მანქანის და ვერ გამოვტოვეო და ჩიტა უკიდურესი რუსეთი. გავიგე. ასე რომ ასეთი უცნაური პაციენტებიც ხდება. კარგად არის, ძმაც მოიყვანა საოპერაციოდ მე. ხო, ასაკთან დაკავშირებით მინდა კითხო, ენდოპროტეზირება ყველაზე ხანდასმულ ადამიანში რა ასაკისაში გაკეთება? 97. არა. ბარძანის ყელის მოტეხილობის დროს. და დადგა ფეხზე გაიარა? კი. ვა, რა მაგარია. ყავდა ამერიკელი პაციენტი 94 წლის. ისიც ეს კოლუმის მოტეხილობით? ისიც მოტეხილობით იყო, ბათუმში ცხოვრობდა ეს კაცი, პროფესორი იყო ამერიკელი, რომელიც გადმოვიდა ბათუმში საცხოვრებლად და რომ მოიტეხა 1 წელიწადი და 8 თვე იწვა და რომ მიხვდა თვითონ მიხვდა რომ ასე არ გამოვა ცხოვრება და მოითხოვა ოპერაცია. გაუკეთეთ 4 წელიწადი იცხოვრა ამ ადამიანმა. აქტიურად. ხო, რა მაგარი ეს ბარძაყის ყელის მოტეხილობა ყველაზე ცუდი ხო, აი ხანდახან არის ხოლმე რომ აი სომატურად დამძიმებული პაციენტია. ან გასაგები რომ იყოს სხვადასხვა დაავადებებით, კიდევ ან გულის მანკი აქვს, ან არასტაბილურია რაღაცნაირად, მაგრამ ანუ ხდება არჩევანის წინაშე ვართ. დავტოვოთ ეს მდგომარეობა, თუ წავიდეთ რისკზე და გავაკეთოთ ოპერაცია და გავააქტიუროთ, იმიტომ რომ აქტიურობა ხანდასმულ ასაკში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო, იმიტომ რომ თუ არ იაქტიურებს, თუ შეწოლილი იქნება, შეიძლება ჰიპოსტატიური პნევმონია, გულის უკმარისობები, ნაწოლები იწყება და ასაც თითქოს გვაქვს ესეთი სტატისტიკა, რომ 20-80 არის ჩვენს მხარეს თუ ოპერაციას გავაკეთებთ. 80 თქვენ მხარეს არის. თუ პირიქით 80 გითხარეს არის. კაი, გითხარით და პოდკასტის დაწყებისას რომ ტრავმატოლოგობა მინდოდა მეთქი და ტრავმატოლოგიის ბევრი ატლასიც მქონდა, სულ კითხულობდა. ჩემს აი მაშინ რა სახელმწიფოებიც იყო, ხა აღარ ჩამიხედი. აი ბარძაყის ყელის მოტეხილობის დროს კოჭზე ადებდნენ ხოლმე ნახვევს და კოჭზე ასეთი დეროტაციული ნახვევი ქვია მაგას. კოჭ ხეს რაღაცა ფირფიტას ან რაღაცას უკეთებდნენ, რომ ეს სტუდენტობაში. მაგრამ რა ვიცი, აი რო უყურებდი არ შველოდა ხოლმე მაგ ნახვევის. ხო, დეროტაციული ნახვევი, რომელიც ზღუდავს მოძრაობას, როტაციულ მოძრაობას, და ტკივილის შემსუბუქებას იწვევს, თორე შეხორცებას ეგ ვერ გამოიწვევს. ხო, შენ რო თქვი ახლა ტრავმატოლოგია მინდოდაო, მე არც მიფიქრია. არა, რატო? სტუდენტობის დროს ტრავმატოლოგიაზე. ქირურგობა უფრო მინდოდა, ზოგადი ქირურგობა. თავიდან მუშაობდი სასაზღვრო ჯარების ჰოსპიტალი იყო ასეთი ბუდაპეშტის ქუჩაზე თუ გახსოვს. ხო და იქ დაიწყო ჩემი ესეთი პროფესიული კარიერა უნივერსიტეტის შემდეგ. და ერთ-ერთ ოპერაციის დროს, როდესაც ტრავმატოლოგი მოგვივიდა ახალი, მერაბი კაპანაძე, როგორც ახალგაზრდა ექიმი, შემაყოლეს ასისტენციაზე. და ის აი რო თქვი რთული მოტეხილობა, ერთ-ერთი ურთულესი მოტეხილობა იყო ბარძაყის ძვლის მრავალსეგმენტური, ამ სხვადასხვა ადგილას როცა არის მოტეხილი. ისე მოვიხიბლე. ხო, და მე ოპერაციით და ისე აიწყო ეს ძვალი გაკვირვებული უყურებდი და აი მაშინ გადავწყვიტე და მერაბი იყო ჩემი მასწავლებელი და დღესაც აი მისი მადლიერი ვარო, მისი დამსახურებით, მისი გაზრდაში გავხდი ორთოპედ ტრავმატოლოგი.
ხო, ასეთანაც შემიყვან ერთხელ ოპერაციაზე დამაბანინე ხელები, ძალიან კარგ ასისტირებას გაგიწევ. სხვათა შორის ხო, კაი, მოვდივარ და მოსულა. კი ბატონო. კაი, აუცილებლად. თუ ეხლა ვიწავით ხვალმა ოპერაციები. მაგრამ წინასწარ დაგირეკავ და ხელი დამაბანინე და კარგი ასისტენტი ვიქნები ძალიან შეგვიძლია, რომ ძალიან მიყვარს ტრავმატოლოგიური ოპერაციების ყურება. აი კიდე რა ისო მაქვს ვიცი, რომ აი YouTube-შიც რო შევდივარ ხოლმე აი ამ ოსტეოსინთეზების ყურება მამშვიდებს. რაღაცას მანიაკი არ ვეგონო, მაგრამ ძალიან მომწონს რა თვითონ, იმიტომ რომ სიამოვნებით. როცა იტყვი. ართროდეზი იცი? ეგ მაგ ოპერაციაზე ასისტირება გამიკეთებია რამოდენიმე ართროდეზი მუხლის სახსრის შემთხვევაში. მე კოჭის სახსარზე მაქვს ეგ ის სახსარი მე იკეთება და всё ხო? იკეთება და всё. რა შემთხვევაში ხდება ხოლმე? როდესაც შეხორცება არ ხდება, გვება დარღვეულია, როდესაც მაგალითად მუხლის სახსარში არ იღებს ენდოპროტეზს, ან ინფექცია იწვევს ყოველთვის ყოველი ოპერაცია, მე ამპუტაციამდე შეიძლება ართროდეზი გააკეთო. მე რაღაც ძალიან საფრთხე. კოჭის სახსრის ართროდეზი არის ყველაზე ხშირი, ხო? და ყველაზე იოლად გადასატანი პაციენტისთვის, იმიტომ რომ ბევრი სახსრებია ტერფში და მათი მობილიზება ხდება უფრო ადვილად. პრაქტიკულად არც ეთყობათ ისე დადიან კოჭის სახსრის ართროდეზი. რამდენი სანტიმეტრის მოკლდება ფეხი მაგ დროს? კოჭიზე ძალიან ცოტა არც ეთყობა. არა ხო? არა. ბალერინას ფეხები გინახავს? კი. რა ხდება ხოლმე რა ემართებათ ბალერინებს? აი შენ გინახავს? ინტერნეტში ძალიან დაზიანებული აქვს განსაკუთრებით ფალანგები. ხო? და ისინი ვეღარ ეს პუანტები, ხო ესე ქვია, ხო? ეს პუანტები ძალიან ისე ვიწრო არის იმით და თითებს კომპრესიას უწევს და რა ვიცი. არ ვემხრობი. არა ხო? მაგ ხელოვნების ანუ ჩემი განმოსახედიდან თუ შევხედათ დრამატურგია შრომასთან. ხო, მოდი ესე შევთანხმდეთ ახლა პოდკასტის მიწრულს. შენ მე შეგყავარ ოპერაციაზე და მაგ ასისტენტად გიდგები, მე ბალეტზე დაგპატიჟებ და ეგრე გავაკეთე ესეთი დილი დავდოთ. სიამოვნებით. კაი. გოგა, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. ვფიქრობ, ძალიან ბევრ პაციენტს, რომელიც ოპერაციას გეგმავს, შენთან აი ეს მოსმენილი ინფორმაცია გამოადგება და მე ძალიან მიხარია, რომ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში შენაირი მაღალი რანგის ორთოპედ ტრავმატოლოგი ყავს, იმიტომ რომ ჩვენ დღეს ვერ ვისაუბრეთ, ძალიან ბევრი ადამიანი გადაგირჩენია და ეხა და თავმდაბალი ადამიანი ხარ ხა არ გიყვარს რაღაცეების ჰიპერბოლიზირება, მაგრამ ერთს ვიტყვი მაშინ ამ პაციენტებზე რა, ერთი ძალიან საინტერესო პაციენტი მყავს, თუმცა ურთიერთობა ეხა ძალიან თბილი გვაქვს, ოპერის მომღერალი, რადგან ეხა შევეხეთ ბალეტს. ხო, მე გეპატიჟები ბალეტზე შენ ოპერაციას. მე ოპერაციას მის კონცერტზე დაგპატიჟებ ფოტოშოუს. კაი. ეს ქალბატონი დიდი ხანი დადიოდა ჩემთან, უკვე სავარძელში ჩასმული, ვეღარ გადადგილდებოდა. სხვა შორის არის ხელოვნების ქურუმის ტიტული აქვს, ვარსკვლავია გახსნილი ქუთაისის ოპერის წინ მისი. ასაკშია 70-ზე, ვიდრე სასწაული ხმა აქვს. ხო და დიდი ხანი ფიქრობდა რა, უკვე ვეღარ შეძლო სიარული საერთოდ, ნუ თქო სხვა გამოსავალი არ მაქვს და გამიგეთე ოპერაცია. და აი ბედნიერება იყო ჩემთვის, როდესაც მის კონცერტზე მივხვდი და თავისუფლად მოსიარული. აი ამ შედეგს რო უყურებ, აი ყველანაირი სხვა გავიწყდება და სტიმულს გაძლევს ძალიან დიდს ეს ყველაფერი რა. ხო. ნაირა კიკოლიაშვილი ასეთი. ხო, მოვიდეთ ქალბატონი ნაირა. მადლობა კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა შენ ამისთვის. მე კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს მაყურებელს ვთხოვო, რომ აუცილებლად გამოიწერეთ და დაგვალაიქეთ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ახალ-ახალ საინტერესო ექიმებს და ახალ-ახალ თემებს, საინტერესო თემებს შევეხებით ხოლმე. გოგა ხუციშვილი იყო დღეს მიკროფონთან. მადლობა რომ გვიყურებთ. დიდი მადლობა გიორგი მოწვევისთვის. მადლობა შენ.